ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში 2019 წელი, ამოცანა ნომერი 13. იდეალურია აირის შეკუმშეს PV დიაგრამაზე ნაჩვენები ამ მდგომარეობიდან B მდგომარეობამდე. იპოვეთ აბსოლუტური ტემპერატურების TB-სა და TA-ს შეფარდება. ხო, ესე იგი რა გვაქვს მოცემული? მოცემული გვაქვს PV დიაგრამა, ანუ წნევის მოცულობაზე დამოკიდებულება და ვეკითხებიან ტემპერატურების ფარდობას B და A წერტილებში. ნუ ამ მოცემის გასაკეთებლად პირველ რიგში ჩავწეროთ მენდელეევ-კლაპეირონის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება PV უდრის ნიუ RT-ს. ნუ საიდანაც ტოლობის ორივე მხარის ტეზე გაყოფა მოგცემს PV შეფარდებული ტესთან ტოლი არის ნიუ ერის და ეს ტოლი არის კონსტანტის. ესე იგი, რას გვეუბნება ეს გამოსახულება, რომ ეს სამი წნევა, მოცულობა, ტემპერატურა, სამი ძირითადი თერმოდინამიკური სიდიდეები ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თვითონ ეს კომბინაცია ყოველთვის მუდმივი რჩება. საიდანაც რა გამომდინარეობს, რომ ჩვენ თუ დავწერთ ამ ტოლობას თუ გადავწერთ B წერტილისთვის P B PB-სთან უცვლელი უნდა დარჩეს, ესე იგი ტოლი უნდა გამოგვივიდეს P-სთან PA წერტილში, BA წერტილში შეფარდებული TA-სთან. ანუ მივიღეთ კლაპეირონის განტოლება, საიდანაც TB-ს შეფარდება PA-სთან, ტოლი იქნება EB BB შეფარდებული PA BA-სთან. ახლა, თუ დავაკვირდებით ამ გრაფიკს, PB-ს ნიშნულობა ამ გრაფიკიდან ტოლი არის 2-ის, ანუ PB-ს ნიშნულობას თუ შევიტანთ მოცემულ ტოლობაში, მივიღებთ 2 გამრავლებული V-ს ნიშნულობა B წერტილში არის 0.5, ანუ 1/2. ეს გაყოფილი PA-ს ნიშნულობა არის 0.5, ანუ 1/2 გამრავლებული V-ს ნიშნულობაზე, რომელიც ტოლი არის 1/5-ის, ანუ 3/2-ის. 1/2 და 1/2 შევიკოცება, ანუ საბოლოოდ დაგვრჩება 2 გაყოფილი 3/2-ზე, ეს იგივეა რაც 2 გამრავლებული 2/3-ზე, 2/3-ზე, ეს კი ტოლი იქნება 4/3-ის. ანუ საბოლოოდ გამოგვივიდა, რომ B შეფარდება TA-სთან, ტოლი ყოფილა 4/3-ის. პასუხი D.